ჩვენ უფლებადამცველთა გაერთიანებას მომართა ლილოს მოსახლეობამ, რომლებიც არიან აღშფოთებული იმ სიტუაციით, რაც არის შექმნილი ტერიტორიაზე, სადაც არის გათავსებული ნაგავსაყრელი, ლილოს ნაგავსაყრელი. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ნაგავსაყრელი ემსახურება მთლიანად თბილის, ანუ გდალიდან გადმოვიდა და დღეს არის აქ განლაგებული. რამდენიმე თვის წინ იყო მასობრივი აქციები, გადაიკეტა ფაქტიურად ეს ნაგავსაყრელი და თბილისი იყო პარალიზებული, ნაგავი ვერ შედიოდა ნაგავსაყრელზე და სამწუხაროდ ეს ხალხი, როგორც ადრე, ეხლაც იქნა მოტყუებული ამჯერად უკვე გარემოს დაცვის სამინისტროდან და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ვინაიდან მათ დაპირდნენ, რომ რეაგირება იქნებოდა და სამწუხაროდ გარემოს დაცვის სამინისტრომ, აგერ არის ეს წერილი, რომელიც მათ გადააგზავნეს თავის დოკუმენტებით სასამართლოში 5,000 ლარიანი ჯარიმა იკმარა მხოლოდ და მხოლოდ თბილ სერვისზე. ეხლა 5,000 ლარი ღირს ამ ადამიანების ჯანმრთელობა. დღეს აი ამ ფასად იქნა შეფასებული. სხვა რაიმე კონკრეტული ქმედება ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებით მიღებული არ არის. არადა იქ არის მთელი პრობლემები, გარდა იმისა, რომ აქ არის ნაგავსაყრელის პრობლემა, ეს ნაგავსაყრელი უქმნის პრობლემას თვითონ თბილისის აეროპორტს, ვინაიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად მსგავსი ტიპის, ღია ტიპის ნაგავსაყრელები უნდა იყოს დაშორებული 17 კილომეტრით და დღეს ეს ნაგავსაყრელი არის 7 კილომეტრ რადიუსში, რაც საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდებს და ამ თვეში ჩამოდის იკაოს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან ამ საკითხს უშუალოდ ამ ნაგავსაყრელთან მიმართებაში და ჩვენი მოთხოვნა არის და ამ ხალხს სხვათა შორის უნდოდა რომ აქციების დაწყება განეხორციელებინა რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ ჩვენ უფლებადამცველთა გაერთიანებამ ვთხოვეთ, რომ რეალურად შეჩერებული იყო ეს აქციები, ვინაიდან ქვეყანაში არის შექმნილი სიტუაცია, რომელიც გარკვეულწილად არც თუ ის ესახარბიელოა, წინ საპრეზიდენტო არჩევნებია და ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ ხელისუფლებას მივმართოთ, რომ თუ კი მართლა აი უახლოეს პერიოდში, რამდენიმე თვეში, ჩვენ იმას კი არ ვთხოვთ, რომ ეს ნაგავსაყრელი ახლა ერთ თვეში და ორ თვეში იქნას გადატანილი. ვთხოვთ გადაწყვეტილების მიღებას, რომ ამ ხალხს სურს, რომ ეს ნაგავსაყრელი იქნას გადატანილი და გამოცხადდეს ამის შესახებ და იმას რა დრო დაჭირდება, ეს ხალხი ამას ყველაფერს გაგებით მოეკიდება, მაგრამ არ შეიძლება რეალურად ის გაგრძელდეს, რაც დღეს ხდება იქ 12 მილიონი დაждდა ეს ნაგავსაყრელი, რეალურად ეს არის წყალში გადაყრილი ფული. აი აქ თვითონ ინსპექტირება, როდესაც ჩატარდა გარემოს დაცვის სამინისტრომ ჩაატარა ინსპექტირება, თვითონ აქვს დაფიქსირებული, რომ ჰაერის დაბინძურება ხდება, წყლის დაბინძურება, იქ არის რეკომენდაციები გაცემული, რომ უნდა გაკეთდეს მწვანე ზოლი, უნდა გატარდეს, ანუ 6 სალექარი უნდა ყოფილიყო, 1 არის გაკეთებული, მაგრამ ესენიც რომ გაკეთდეს რეალურად ეს ადამიანები შვებას ვერ იგრძნობენ და ეს არ არის ჩვენი პოზიცია, ეს არის ექსპერტების, გარემოს დამცველების პოზიცია, იმიტომ რომ ეს თვითონ ეს ნაგავსაყრელი თავიდანვე გაკეთდა არასწორად და ფაქტურად ეს 12 მილიონთან დაკავშირებით პასუხისგებლობა ეკისრება ქალაქის მერს გიგი უგულავას, ვინაიდან ჩვენ სხვათა შორის, როდესაც ეს ნაგავსაყრელი კეთდებოდა, მაშინაც ვაპროტესტებდით ამას, იმიტომ რომ წარმოდგენილი თვითონ ეს გეგმა არ ისახავდა მიზნად იმ ევროპული სტანდარტის ნაგავსაყრელის გაკეთებას. და დღეს, როდესაც აი გუშინ ჩვენ პრესკონფერენციაზე მოვისმინეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ საქართველოში უნდა გაკეთდეს 100 საწარმო. და კარგი იქნება თუ კი ერთ-ერთი ასეთი საწარმო, ანუ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით შეიქმნება და ეს ნაგავსაყრელი ანუ ეს უცხოეთში მაგალითად ქალაქებში არის რეალურად ასეთი საწარმოები გაკეთებული და მინიმალურია გავლენა გარემოზე და მსგავსი საწარმოს თუ გააკეთებენ, ეს ხალხის დაისვენებს, იმიტომ რომ რეალურად დღეს არის უკვე გადინება მოსახლეობის ლილოდან. სახლები არის დაშლით, თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ იქ, აგარაკები იყო, დაშალა ხალხმა აგარაკები, იმიტომ რომ რეალურად იქ ცხოვრება შეუძლებელია, ადგილობრივი მოსახლეობაც უკვე გახიზნულია თითქმის იქიდან, იმიტომ რომ იქ ცხოვრება არის შეუძლებელი. თქვენ როდესაც თქვენი იქ აქციები იმართებოდა, თქვენი კოლეგები 2 წუთითაც ვერ გადავიდნენ მანქანიდან, რათა პირდაპირ ჩართვები განეხორციელებათ, იმიტომ რომ იქ შეუძლებელია გაჩერება. და ეს ხალხი ცხოვრობს იქ დღეს და ესეც საშინელ პირობებში. და მე ვფიქრობ, რომ ბატონ ბიძინასთან როგორც ჩანს არ მიდის რეალურად ეს სიტუაცია თუ რა ხდება, მე არ ვიცი, იმიტომ რომ გარემოს დაცვის სამინისტრო რაც როგორი გეგმა ჰქონდა და როგორ ნაბიჯებს დგამდა, ისეთივე ნაბიჯებს იდგა, იმიტომ რომ 5,000 ლარად შეფასდა ამ ხალხის ჯანმრთელობა. ეს არის დაცინვა და დღეს ჩვენი მოთხოვნა არის. რომ რეალურად იქნას გატანილი ეს ნაგავსაყრელი აქ ამ ტერიტორიიდან და გაკეთდეს ევროპული სტანდარტების საწარმო, რომელიც რეალურად გაზსაც გამოიმუშავებს, არის ნაგავსაყრელი, რომელიც გაზსაც გამოიმუშავებს, არის მინიმალური გავლენა გარემოზე. სხვათა შორის იქ
დიახ, დიახ, რომელსაც გავლენა ექნება გარემოზე მინიმალური და როდესაც არის 100 საწარმოზე საუბარი, მსგავსი ტიპის ერთ-ერთი საწარმოც აქ უნდა შეიქმნას ალბათ. აი გარემოს დაცვის სამინისტროდან იყო ესეთი დიახ, გარემოს დაცვის სამინისტრომ ჩაატარა ინსპექტორები, მაგრამ არ ჩატარდა სრულყოფილი ექსპერტიზა. ინსპექტორების აქტი შედგა და იქ არის დარღვევები დაფიქსირებული, გითხარით რომ აერის წყლის დაბინძურება ხდება და ეს გადაიგზავნა სასამართლოში და სასამართლომ დააჯარიმა თბილსერვისი 5000 ლარი. ეს იყო და ეს ამის იქით საქმე არ წასულა. და არა და ჩვენი ამ რომ ეს იყო დარღვეული ციკლი რეალურად იქ ნორმები იქნა დარღვეული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79 მეორე პრიმა მუხლით ეს შევიდა ეს საქმე და რეალურად ეს დარღვევები რომ იყო აქედან გამომდინარე იქნა დაჯარიმებული, მაგრამ ეს დარღვევები ახლა მიქ რეკომენდა გამოსწორებითაც ვერ გამოსწორდება, იმიტომ რომ ეს ისე გაკეთდა დიახ, უნდა გაუგდეს და გაკეთდეს ახალი მართლა ევროპული სტანდარტის საწარმო. ჯერ ამხელა ქალაქს თბილისს ნამდვილად ეკუთვნის 70-მდე ახალი საწარმო ხდება, როგორც ვახტი ინფორმაციის ტერიტორიები ევროპული სტანდარტებით დაახლოებით 1 წლის წინ უკვე გარემოს სამინისტრო ამაზე ისაუბრა. აქვს თუ არა ინფორმაცია და მსგავსი ტიპის ინფორმაცია უზრუნველყოფილი? ლილოსთან დაკავშირებით ჩვენ რო ყოფილიყო ინფორმაცია აქ ნამდვილად არ ვიждებოდით და ესეთი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ლილოსთან დაკავშირებით, ეს არის რეგიონებში გაკეთებული ნაგავს. დიახ, თბილისზე არ ყოფილა ლაპარაკი და იმიტომ რომ ეხლა აკეთებენ იქ როგორ არის ცით ეს ციკლი როგორ არის ნაგავი იყრება, შემდგომ ხდება მიწის დაყრა, ერთი კაფსულა უკვე გაკეთებულია, ეხლა მეორეზე გადადიან და რომ იყოს ესეთი რაღაცა აღარ გადავიდოდნენ მეორე კაფსულაზე. რეალურად აქ არის ის რომ რეალურად აქ რაღაცა მოდერნიზებას აპირებენ, რომელიც არავითარ დიდ შვებას არ მოუტანს მოსახლეობას და თქვენ რო თქვით აი ეს საწარმოს გაკეთება, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება. იმ ევროპული სტანდარტის თუ გაკეთება, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული. და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძვირადღირებული გაკეთდეს, იმიტომ რომ იქ ეს სხვათა შორის მარტო ლილოს მოსახლეობის პრობლემა არ არის, ეს ნაგავსაყრე, იმიტომ რომ იქ ეს გადამფრენი ფრინველებს გადააქვთ ეს დაავადებები, ანუ იქ როდესაც ფრინველები ბინადრობენ არის იქ სხვათა შორის ვაზიანთან დაკავშირებით არის პოლიგონი ტერიტორია, სადაც ნამდვილად მოსახლეობას პრობლემები არ შექმნათ. სხვათა შორის ჩვენ ქონდა შეხვედრა საკრებულოში, აი აქციები როდესაც მიდიორდა უკვე, სხვათა შორის ეს აქციები დაემთხვა აი მიკროავტობუსის ძღოლების გაფიცვები რო იყო, ზუსტად მაშინ მოხდა ეს აქციებიც და გვითხრეს რომ კი იყო ესეთი გეგმაში და ეს ხალხიც დაადასტურებს ამას, მაგრამ უფრო მეტი დანახარჯი იქნებოდა თბილისერვისი, იმიტომ რომ ცოტა დაშორებული არის იმ ტერიტორიიდან, ანუ რეალურად იმ მანქანებს, რომლებსაც უნდა გაეტანათ ნაგავსაყრელი, უფრო მეტი ხარჯი ექნებოდათ და აქედან გამომდინარე მათ დაიწყეს აი გაკეთება და სხვათა შორის თავდაპირველად უგულავას უნდოდა ამ ნაგავსაყრელის გაკეთება, ესე იგი ნორიოში ანტონ მარტყოფელის ლავრასთან. აი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს და იქ საპატრიარქო ჩაერია, იმიტომ რომ ეხა მონასტერთან ნაგავსაყრელის გაკეთება რამხელა აბსურდია, თქვენს კარგად მოგეხსენება და გადატანილი და ბოლოს აი აქ გააკეთეს. და დღეს არის ტერიტორიები, სადაც შეიძლება ამის გაკეთება, უბრალოდ ხარჯი იქნება მეტი იმ კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებას უკეთებს ამას. დღეს თბილსერვისი აკეთებს აღნიშნულ ოპერირებას, ის არის 100%-იანი სახელმწიფო ამ თბილისის მერის მიერ დაფუძნებული და ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა თუ კი უახლოეს ხანში არ გადაწყდება, ვერ ჩვენ შევაჩერებთ ამ ხალხს და ვერც ვერავინ ვერ შეაჩერებს, იმიტომ რომ ეხლა როგორია, როდესაც ცხოვრობ და დღე და ღამე ამ ნაგვის სუნში გიწევს ყოფნა. ერთადერთი ამ ხალხისთვის შვება არის, როდესაც ქარიანი ამინდია და მაგ დროს ესე იგი ეს ნაგვის სუნი გადის იქით და ნაკლებად არიან შეწუხებული. გუშინ ვიყავი პირადად მე, იქ არის აუტანელი სიტუაცია რა და ჩვენ ამას მონიტორებს ვახორციელებთ და ვფიქრობ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომაც, ხელისუფლებამაც რაღაც აქტიური ქმედებები უნდა განახორციელოს. რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არ მოყვება ეს ხალხი და ჩვენც რა თქმა უნდა ამ ხალხის გვერდით ვართ, აპირებენ ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას, იმიტომ რომ კონსტიტუციის 37 მუხლით ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჯანსაღ და უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება. ეს არის კონსტიტუციით აღიარებული უფლება. ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და დღეს ამ ხალხს აქვს სიცოცხლის უფლება წართმეული, იმიტომ რომ იქ იმ პირობებში, რა პირობებშიც ეს ხალხი ცხოვრობს, ძალიან დიდი საშიშროება ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის, სხვა დაავადებების და ფაქტურად ჩვენ არა მარტო
ლილოს მოსახლეობას, არამედ გარშემომყოფ ტერიტორიასა, ტერიტორიის მოსახლეობასაც წირავდა. თვითონ აეროპორტსაც უქმნით პრობლემებს. მე მაშინ ადრე მქონა პრესკონფერენცია და გითხარით, რომ როდესაც ესე იგი იქ ფრინველები ბინადრობენ აი ნაგავსაყრელზე, ღია ტიპის ნაგავსაყრელებზე, ხდება შეჯახებები საჰაერო ხომალდებთან და უცხოეთში რამდენიმე საჰაერო ხომალდის ჩამოვარდის ერთ-ერთი მიზეზი იყო აი ამ ფრინველების შეჯახება ხომალდებთან. ეს და იმიტომაც ხა იკაო ჩამოდის აი ამ საკითხთან დაკავშირებით